კომფორტის ზონა რატო ვექცევით, რატო ვერ გამოვდივართ და როგორ შეგვიძლია გამოვიდეთ, მოდი სათითაოს ჩავშალოთ. კომფორტის ზონა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ კომფორტულად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ნაცნობ და შეჩვეულ გარემოში. ეს შეიძლება იყოს კომფორტულიც და არაკომფორტულიც. როგორც კი რაღაც ახალი იდეა გვიჩნდება, გვინდა რომ განსხვავებული რამ გავაკეთოთ, რომელიც ჯერ არ გაგვიკეთებია, გადავდივართ დისკომფორტის, ანუ ზრდის ზონაში. ზრდის ზონა არის გადამწყვეტი, რადგან აქ აქტიურდება ყველანაირი შიში წარმატების, წარუმატებლობის და ვაწყდებით გამოწვევებს რეალურად, სადაც გვაქვს ძალიან დიდი ცდუნება, რომ დავთმოთ და წავიდეთ ისევ უკან კომფორტის ზონაში, ან მოვახდინოთ გარღვევა და გავიდეთ რეალურად წარმატებაში. თუ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ მოძრაობას სვლას ზრდას, ამ შემთხვევაში გავარღვევთ ამ ჩვენ ზრდის ზონას და გადავალთ წარმატების ზონაში, სადაც ჩვენ უკვე ახალ ქმედებაში და ახალ რეალობაში თავს ვიგრძნობთ თითქმის კომფორტულად. როგორ მიხვდა, რომ კომფორტის ზონაში ხარ, თუ არ უშვებ შეცდომებს, თავს გრძნობ უსაფრთხოდ და არ ისდები, ესე იგი მანდ ხარ. როგორ ვაქცევით კომფორტის ზონაში, ერთ და იგივე რაღაცების ქმედებით, ტვინი რელაქსდება, იღებს სიამოვნებას, თავს გრძნობს უსაფრთხოდ და თავს არიდებს ყველანაირ სიახლეს, იმიტომ რომ აქტიურდება განუსაზღვრელობის შიში, უცნობის შიში. სამი ფიქრი, რომელიც კომფორტის ზონიდან გასვლისას გვიაქტიურდება, ეს არის არ ვიცი საიდან დავიწყო და რო არ გამომივიდეს, ხალხი რას იფიქრებს. ამ მომენტში კრიტიკულია რომ მქონდეს სწორი ინსტრუმენტები, თორე შეიძლება გადახვიდე მუდმივი გეგმის და მომზადების რეჟიმში, ან საერთოდაც ხელი ჩაიქნია ცვლილებაზე. რა თქმა უნდა, შენი მიზნიდან გამომდინარე, ქმედებები და ნაბიჯები შეიძლება სხვადასხვა იყოს იმისთვის, რომ გახვიდე ზრდის და წარმატების ზონაში და ეს ინდივიდუალურ სესიაზე შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ რაც შეიძლება ზოგადი რჩევების სახით მოგცე, ეს არის 3 პუნქტი. პირველი, მცირე ყოველდღიური ცვლილებები, იარე სამსახურში განსხვავებული გზებით, გასინჯე განსხვავებული საჭმელი, გააკეთე ყოველდღე რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ გაგიკეთებია, იმისთვის, რომ შენი სისტემა მუდმივად იყოს განახლების და სიახლებთან შეხების რეჟიმში. მეორე, სწრაფი ქმედების სტრატეგია. ეს არის, როდესაც დააფიქსირებ, რომ ყოფმანობ, რაღაცისგან თავს იკავებ და ავადებ დროში, უბრალოდ დაითვალე 5-დან 1-მდე და იმოქმედ, დაისვენებ შენი გონება, იმიტომ რომ ამდენი პოპ-აპი აღარ ამოგივარდება, თავში უბრალოდ გააკეთებ. და მესამე, გადადგი ნაბიჯები, რომელიც გაშინებს. რა თქმა უნდა, მცირედით შეგიძლია დაიწყო და შემდეგ ნელ-ნელა გაზარდო, იმიტომ რომ ენერგიაც მოგემატება, სიმამაცეც მოგემატება და ყველაფერს შეხედე როგორც თამაშს. ალბათ უკვე მიხვდი, რომ კომფორტის ზონა, ზრდის ზონა და წარმატების ზონა მუდმივად ციკლზე დადის, რეალურად ყოველთვის, როდესაც რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხარ, ეს ეტაპი ადრე თუ გვიან ისევ კომფორტის ზონა გახდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად იყო განვითარების რეჟიმში და სწორედ ეს არხი დაგეხმარება მაგაში. აბა შენცი დაიწყე დღეს რაღაც ახალი ქმედება, შენი იმედი მაქვს. შეინახე ეს ვიდეო და გადაიმეორე ხოლმე, რომ იყო ხიზლ.